1921 წლიდან მთელ საქართველოში ტერორი გამეფდა. ბოლშევიკებმა ტაძრებიდან სასულიერო პირთა გამოძევება დაიწყეს. გელათის მონასტრის იკონომოსი მამა ექვთიმეც დააპატიმრეს, თუმცა ბრალი ვერ უპოვეს და რამდენიმე თვეში გამოუშვეს. დღე-დაღამე იჯდა თავის მაგიდასთან და საგალობლებს ათეთრებდა. როცა ეკითხებოდნენ, ნეტავ რა სარგებელი გაქვს ამ ყველაფრისგან, თავსაც იზიანებდა, ფულსაც არავინ გიხდისო, ის პასუხობდა: მე ამაში ვპოულობ დიდ სიმდიდრეს, ეს თვითონ ფულია, თვითონ ძვირფასი განზია, ეს ოქრო ვერცხლსა და თვალ მარგალიტზე უძვირფასესი საუკუნო საუნჯეა. მე ხანდახან გაკვირვებაში მოვდივარ, ვინ მოუშვა ჩემამდე ეს ძვირფასი სიმდიდრე, რომ მე უღირსი ამაში ხელს ვურე. ეს წმინდა ექვთიმე კერესელიძეა, ფასდაუდებელი განძის მცველი, ქართული საგალობლების შემგროვებელ შემნახველი და ღვთისწინაშე საქართველოს ძლიერების მავედრებელი. წმინდა ექვთიმე 1865 წელს დაიბადა რაჭაში, სოფელ სადმელში, სოლომონ და მართა კერესელიძეების ოჯახში. აქვე დაამთავრა სამრევლო სკოლა. დიდი გაჭირვების გამო იძულებული გახდა რაჭა დაეტოვებინა და ლუკმაპურის საშოვნელად ბარში ჩამოსულიყო. ესტატე, ასე ერქვა ერისკაცობაში წმინდა ექვთიმეს, ჯერ ქუთაისში მუშაობდა, მერე კი თბილისში. მალე გაიცნო წმინდა ილია მართლის ხაზინადარი და მოურავი მაქსიმე შარაძე. საინტერესო პიროვნება იყო მაქსიმე შარაძე. ყრმობიდანვე ღვთისთვის განეკუთვნებინა თავი, თუმცა ბერად ვერ აღიკვეცა. იყო ძალზე პატიოსანი, შრომის მოყვარე, რითაც მალევე დაიმსახურა ილია ჭავჭავაძის ნდობა და ისიც ანდობდა მას სხვადასხვა საქმეს. მაქსიმეს დაკრძალვისას დეკანოზმა ნიკიტა თალაკვაძემ ბრძანა, იგი თავისი დიდსულოვნებით აღმატებული იყო ბევრ მღვდელსა და მღვდელმთავარზეო. 1882 წელს მაქსიმემ მორწმუნე ახალგაზრდებთან ერთად თბილისში დაარსა უფასო საღმრთო წიგნსაკითხავი, რომლის მიზანი მოსახლეობაში მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცება და ძველი ქართული საეკლესიო გალობის შესწავლა და გავრცელება იყო. ეს ამბავი ეგზარქოს პავლეს ყურამდეც მივიდა. მან მაშინვე ადგილობრივ ბოქაულს მისწერა. მაქსიმე შარაძე წაიყვანეს და საფხრობილეში ჩასვეს. 3 დღის შემდეგ კი ეგზარქოსის წინაშე წარსდგა. ეგზარქოსი პავლე მაქსიმესთან გასაუბრებისას ამ ახალგაზრდების ჭეშმარიტ სარწმუნოებაში დარწმუნდა. ნება დართო ეღვაწათ და ზედამხედველად 2 დეკანოზი დაუნიშნა. ამ ორიდან მხოლოდ პეტრე კონჭოშვილი, შემდგომში ეპისკოპოსი, მიდიოდა მათთან და ბევრ საჭიროსა და კარგ სასწავლით. ერთხელ გიორგობას მაქსიმეს ქაშვეთში მოусმენია მელქისედეკ ნაკაშიძისა და მისი გუნდის გალობისთვის და უთხოვია მელქისედეკისთვის ჩვენც გვასწავლეო. მელქისედეკ ნაკაშიძე მთაწმინდაზე ქართველთა სავანეში იყო განსწავლული და სრული მგალობელი გახლდათ. ახალგაზრდები მონდომებით შეუდგნენ სწავლას. მელქისედეკს დაემოწაფა ესტატე კერესელიძეც. დეკანოს პეტრე კონჭოშვილს ხშირად მოჰყავდა წმინდა ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე და შემოსვლისთანავე გახარებული იტყოდა: გამარჯობა ჩვენო საქართველოს შვილებო, ქართველებო, გურულებო, იმერლებო, მეგრელებო და ოსებო, ეცადეთ. მგალობლები კი მათ შემოსვლისთანავე ღირსა არს უგალობდნენ და მერე დასხდებოდნენ სასაუბროდ. ეპისკოპოსი ალექსანდრე მაშინვე წამოიძახებდა ხოლმე: აბა გურულებო, იმერლებო, ერთი სული გული მიგალობეთ, სული გულიო. მერე სხვა რამეებს აგალობებდა და ხარობდა ამით. ძვირფას სტუმრებს კვლავ ღირს არსის გალობით გაისტუმრებდნენ ხოლმე. ასე გრძელდებოდა მათი ცხოვრება. 4-5 წლის განმავლობაში ყმაწვილებმა ბევრი საგალობელი შეისწავლეს. მართლაც მთელ სულ გულს დებდა ესტატე ამ საქმეში. სწორედ ამან განამტკიცა მათი ძმობა. ერთმანეთს ხარჯებშიც ეხიდებოდნენ.
1890 წელს ექვთიმემ და მაქსიმემ ორი კაცი შეიამხანაგეს, სტამბა იყიდეს და პირობა დადეს, ყველას ემუშავა და სარგებელი საზოგადო საქმისთვის მოეხმარათ. თუ ვინმე გარდაიცვალებოდა, მისი კუთვნილი ქონება მის ამხანაგებს რჩებოდა. შეუდგნენ საქმეს. მათ სტამბაში წიგნების გარდა ილიას ივერიაც იბეჭდებოდა და სომხურ რუსული გაზეთებიც. მაქსიმეს და ესტატეს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ იმდროინდელ ქართველ ბერებთან საქართველოში თუ წმინდა მთაზე. ათონელი ქართველები ივერთა მონასტრის წიგნსაცავიდან გადმოწერდნენ წმინდანთა ცხოვრებებს, ღირს მამათა დარიგებებს და მათ უგზავნიდნენ დასაბეჭდად. 25 წლის განმავლობაში ამ სტამბაში 4000-მდე სასულიერო შინაარსის სხვადასხვა გამოცემა დაიბეჭდა. მათ შორის 500-მდე დასახელების წიგნი საკუთარი ხარჯით გამოსცეს. მათ სტამბას ხალხი ბერების სტამბას უწოდებდა იქ მომუშავე ხალხის კეთილსინდისიერებისა და წმინდა ცხოვრების გამო. 1891 წელს მელქისედეკ ნაკაშიძემ ბერებს უცხოეთიდან მობრუნებული ლასკალას ყოფილი მომღერალი ფილიმონ ქორიძე გააცნო, რომ გაიგეს ახალჩამოსულ ფილიმონს ბინაც არ ჰქონდა, შესთავაზეს ოღონდ ნოტები გვასწავლე, ბინასაც მოგცემთ და სწავლაში ფულსაც გადაგიხდითო. ფილიმონმა ერთ თვეში ასწავლა ნოტები 12 მოწაფეს. მერე სიმღერებიც შეისწავლეს და 3 თვის თავზე კონცერტებშიც მონაწილეობდნენ. მესტამბეებმა ალექსანდრე ხახანაშვილის დახმარებით მოსკოვში ნოტების შრიფტი შეიძინეს და დაიწყეს იმ საგალობელთა ბეჭდვა, რომლებიც ფილიმონ ქორიძეს ცნობილ მგალობელთაგან მოსმენილი გადაეტანა ნოტებზე. მაქსიმემ და ესტატემ გადაწყვიტეს საგალობლები თავიანთი ხარჯით დაებეჭდათ. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის კურთხევით საქმეს შეუდგნენ. მათ სტამბაში დაბეჭდეს ფილიმონ ქორიძის მიერ ნოტებზე გადაღებული ძველი ქართული საეკლესიო საგალობლების 6 კრებული. 1899 წელს კი ძმები კარბელაშვილების მიერ ნოტებზე გადაღებული ქართლ-კახური კილოს საგალობელთა 2 კრებული. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ცნობილი გურული მგალობელი ანტონ დუმბაძე. ის უკვე ძალზე მოხუცებული იყო და შიშობდნენ, ამდენი ცოდნა ამხელა საგანძური მისი უეცარი სიკვდილის გამო არ დაკარგულიყო. მაქსიმემ და ესტატემ სთხოვეს ფილიმონ ქორიძეს გარკვეული გასამრჯელოც გადაუხადეს და ანტონ დუმბაძესთან გააგზავნეს საგალობლების ჩასაწერად. ფილიმონი დიდი ხალისით შეუდგა საქმეს. თბილისში წერდა ბერებს, დღე-დაღამე თავს ვიკლავ მეტის მეტით შრომით, რომ არ დამრჩეს ნოტებზე გადაუღებელი და დაუწერავი სიმღერა გალობის სხვადასხვა ხმებით. შიში გამართლდა. ანტონ დუმბაძე 1907 წელს გარდაიცვალა და მის მაგივრად გალობის წერა მისმა შვილმა, დეკანოზმა დავითმა და სვიმონ მოლარიშვილმა იტვირთეს. ეს საქმე 1910 წლისთვის დაამთავრეს და ესტატე კერესელიძეს ჩააბარეს. ამ დროს მაქსიმე უკვე ცოცხალი აღარ იყო. უერთგულესი მეგობრის დაკარგვასთან ერთად სხვა განსაცდელებიც დაატყდა თავს ესტატეს. მარტოდ დარჩენილს სტამბისა და მისი ქონების გაყოფას სთხოვდნენ. ერთხელ რამდენიმე ხელნაწერი კრებული ჩამოართვეს. ესტატე დარდით ავად გახდა. ამას დაემატა ყველა მესტამბისთვის ჩვეული ფილტვების სისუსტე და რომ არა რაჭიდან ჩამოსული ძმისშვილების მზრუნველობა ვეღარ გადარჩებოდა. გამოჯანმრთელების შემდეგ ხელნაწერები მოიძია და აღმოჩნდა, რომ სანოტო კრებულები საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წიგნსაცავში მოხვედრილი იყო, რომლის ხელმძღვანელი იმხანად ექვთიმე თაყაიშვილი გახლდათ. ესტატემ ეს ხელნაწერები ითხოვა და გადმოიწერა. მალე ესტატე კერესელიძემ ჟურნალ შინაური საქმეების რედაქტორის მღვდელმოწამე სვიმონ მჭედლიძის დახმარებით სტამბა და ხელნაწერები ქუთაისში გადაიტანა, მაგრამ სამწუხაროდ მათი თანამშრომლობა არ შედგა. ქუთაისში ესტატემ კვლავ სცადა სანოტო კრებულების დაბეჭდვა, მაგრამ უბინაობის გამო
გაიძარცვა ყუთები, რომლებშიც დაბეჭდილი ფურცლები ინახებოდა. მხოლოდ რამდენიმე მათგანს მიაგნო ქუთაისის ბაზარში ხორცის გამყიდველთან. მალევე 1911 წელს ბახმაროში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა ფილიმონ ქორიძე და მისი 30 წლის ნაშრომი ათეულობით ხელნაწერი ესტატეს პასუხისმგებლობაში დარჩა. მხოლოდ მან იცოდა ამ საგალობლების რეალური ფასი. ესტატი ამ დროს უკვე 47 წლის იყო. გული ბერობისკენ მიუწევდა. მისი მოძღვარი წმინდა ალექსი შუშანია იყო, რომელიც მას სულიერ მხნეობას მატებდა. ერთხელ წიგნით აჩუქა წარწერით: მიიღე საყვარელო ძმაო ესტატე კლემაქსი ესე დოროთითურთ, ნიშნად ჩვენს შორის ქრისტეს მიერი სიყვარულისა. 1912 წლიდან იმერეთის ეპისკოპოსის გიორგი ალადაშვილის კურთხევით ესტატე მორჩილად შედგა გელათის მონასტერში. იმავე წლის 23 დეკემბერს კი იღუმენმა ანთიმოზმა რობაქიძემ ბერად აღკვეცა წმინდა ექვთიმე თაწმინდელის სახელზე. 1913 წლის მაისიდან ის ბერ-დიაკონი გახდა. გელათში ყოფნისას მამა ექვთიმემ გადაწყვიტა ზედმიწევნით მოეწესრიგებინა ფილიმონ ქორიძის ნოტებზე გადატანილი საგალობლები და ტიპიკონის მიხედვით გაეწყო. შეუდგა უმძიმეს საქმეს, ნოტების გადათეთრებას. ამასთანავე ის 4 წლის განმავლობაში მთავარ დიაკონი იყო და თითქმის ყოველ დღე უხდებოდა მსახურება. 1917 წელს მამა ექვთიმეს მღვდლად დაასხეს ხელი. 1918 წელს დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი მისი ავტორის კოტე ფოცხვერაშვილის თხოვნით მამა ექვთიმემ დასტამბა, ვინაიდან მაშინ ნოტების მცოდნე მესტამბე სხვა არავინ მოიძებნა. ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა, ეკლესიამ ავტოკეფალია აღიდგინა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ეკლესიის დევნა შევიწროება სწორედ სოციალ-დემოკრატების ხელისუფლების დროს დაიწყო. ეკლესია მონასტრებს მიწები და მატერიალური ქონება ჩამოართვეს. სწორედ ამ შეჭირვების ჟამს გელათის მონასტრის ძმობა მამა ექვთიმე იკონომოსად გადაირჩია. მისი წყალობით მონასტრის ძმობას არაფერი უჭირდა. 1921 წელს ბოლშევიკებმა მამა ექვთიმე დააპატიმრეს, მაგრამ ბრალი ვერ უპოვეს და რამდენიმე თვეში გამოუშვეს. დადგა საშინელი ოციანი წლები. ირგვლივ ტერორი გამეფდა. მამა ექვთიმე კი ისევ თავის მაგიდას ეჯდა და საგალობლებს ათეთრებდა. ბერები საყვედურობდნენ დღე და ღამე წერ, ნეტავ რა სარგებლობა გაქვს, უფულოდ ტყუილა შენს თავს რად უჭირვებო. წმინდა ექვთიმე პასუხობდა: მე ამაში ვპოულობ დიდ სიმდიდრეს, ეს თვითონ ფულია, თვითონ ძვირფასი განძია, ეს ოქრო ვერცხლსა და თვალ მარგალიტზე უძვირფასესი საუკუნო საუნჯეა. მე წარმოდგენილი მაქვს ჩემი თავი როგორც ოქროს მჭედელი და თვალ მარგალიტის დამლაგებელი. მე ხანდახან გაკვირვებაში მოვდივარ, ვინ მოუშვა ჩემამდე ეს ძვირფასი სიმდიდრე, რომ მე უღირსი ამაში ხელს ვურევ. 1923 წელს მთავრობამ გელათის მონასტერი გააუქმა. მონასტრის წინამძღვარს არქიმანდრიტ ნესტორ ყუბანეიშვილს მონასტრის დატოვებისთვის რამდენიმე დღის ვადა მისცეს. მამა ექვთიმემ მოასწრო და 40-მდე უზარმაზარი კრებული ქუთაისში საიმედო ოჯახში გადამალა. დევნა რომ გამძაფრდა, გადაწყვიტა ხელნაწერების შედარებით უსაფრთხო ადგილას სვეტი ცხოვლის ტაძარში გადაემალა. წარმოიდგინეთ, რამდენად ძნელი იქნებოდა ამ ხელნაწერების მცხეთამდე ჩამოტანა. ირგვლივ ადამიანებს ხოცავენ. ამ ხელნაწერებს კი მცველად თითქოს ანგელოზთა დასი მოჰყვება. მაშინ მამა ექვთიმე წესებულ იქნა სვეტი ცხოვლის საკათედრო ტაძარში. აქვე წიგნსაცავში მიაკვლია ძლისპირთა უძველეს კრებულს. გახარებულმა ჯერ წაიმღერა ეს საგალობლები, მერე კი ყველა სანოტო სისტემაზე გადმოიტანა.
1929 წელს მამა ექვთიმე ზედაზნის მონასტერში განამწესეს. თან წაიღო ხელნაწერები და დიდი რკინის ყუთებით მიწაში ჩაფლა, მაგრამ ყველაზე მეტად მათი ბედი აწუხებდა, რა ეშველებოდა 5522 საგალობელს, ვინ უპატრონებდა მათ სამომავლოდ. წმინდა ექვთიმეს ძმის შვილიშვილი 30-იან წლებს იგონებს. ჩვენთან თვეში 1-2 მაინც მოდიოდა. მაშინ დიმიტრი ყიფიანის ქუჩაზე ვცხოვრობდით. მთელი უბანი ეგებებოდა, როცა ბაბუა ქუჩაზე ამოდიოდა. ძალიან უყვარდათ. ის კი თავჩაღუნული, თავმდაბლად მოდიოდა. არ უნდოდა მის გამო ვინმე შეეწუხებინათ, მაშინ ხომ ეკლესიას დევნიდნენ. ჩუმად ნათლავდა ხალხს. ამის გამო ჩვენს ოჯახს მადლობას უხდიდნენ. ჩვენს ოჯახში ექვთიმე ბაბუასთვის ერთი ოთახი იყო განკუთვნილი. კუთხეში ხატი ეკიდა. ღამე როცა ამდგარ ვარ, ბაბუას ყოველთვის დაჩოქილს ვხედავდი, ლოცულობდა. საერთოდ კი წვებოდა. მე ის ჩაძინებული არ მინახავს. მამა საყვედურობდა დედას. ამდენი ხანი რატომ არ გამოგიცვლია მისთვის საწოლის პირებიო? დედა კი პასუხობდა, ლოგინში არ წვება და რატომ უნდა გამოუცვალო? მაშინ ცოტა სჭამდა. თითქმის არ მინახავს მისი ჭამა. ღუღუნა ხმა ჰქონდა, რაჭული კილოთი დამრიგებლური, შთაგონებული საუბარი იცოდა. ძალიან მოსიყვარულე კაცი იყო და ბევრი სიცილი არ უყვარდა. დიშვილ ძმისშვილებს სულ ქრისტიანული სახელები დაარქვა: მატრონა, ოლიმპია. ოთახში ერთი სკივრი იდგა, წიგნებით და სურათებით სავსე. სამწუხაროდ მამა ექვთიმეს ნივთები დაიკარგა. 1935 წელს თბილისის მეტეხის მუზეუმის თანამშრომელს დავით დავითაშვილს, რომელიც ფარული ქრისტიანი იყო, ბეთანიის ბერებთან, წმინდა იოანე მაისურაძესა და წმინდა გიორგი მხეიძესთან მწუხარებით უთქვამს: ფილიმონ ქორიძის მიერ ჩაწერილი ძველი საგალობლები დაიკარგაო. ღირს მამებს უპასუხიათ: საგალობლები ზედაზენზე ინახება მამა ექვთიმესთანო. გახარებული დავითი იმავე დღეს ზედაზენზე ავიდა და მამა ექვთიმეს კითხა: რატომ აქამდე არ გითხარი საგალობლები თუ გქონდაო? იმიტომ რომ მეშინია არავინ დამეცეს, არ წამართვან, არ დაწვან და მეც ციხეში არ მიმცენ საეკლესიო საგალობლების დაწერისთვისო. მიუგო მამა ექვთიმემ. როცა საგალობლებს გადახედა გახარებულმა დავითმა, მამა ექვთიმე თან წაიყვანა და ხელისუფლების წარმომადგენლები გააცნო. მალე პენსიაც დაუნიშნეს და პრემიაც გადასცეს. პენსიას 1940 წლის დასაწყისამდე იღებდა. მერე კი შეუწყვიტეს და მხოლოდ კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილის დახმარებით აღუდგინეს. პატრიარქმა კალისტრატემ დაიბარა მამა ექვთიმე. მადლობა გადაუხადა 8 წლისთვის და სთხოვა, ახლა ძველი მღვდლები თანდათანობით მიდიან იმ ქვეყნად და ის ძველი კილო სახარების წაკითხვისა, ლოცვისა, კვერექსის თქმისა იქნებ ჩაწეროთო. მამა ექვთიმეს თხოვნა შეუსრულებია. აღსანიშნავია ერთი ფაქტიც: 10-იან წლებში წმინდა ექვთიმეს საშინელი ხილვა ჰქონია, მაცხოვარს სამღვდელოებისთვის ძალზე მკაცრად მიუმართავს, უთქვამს: რატომ შეცვალეთ ჩემი სჯულიო? ეს ხილვა წმინდა ექვთიმეს მაშინ ესტატეს დაუწერია და ქაშვეთის ტაძრის წინამძღვრისთვის, კალისტრატესთვის, ცინცაძისთვის გადაუცია. ამასობაში მეორე მსოფლიო ომიც დაიწყო. ზედაზნის მონასტრის წინამძღვარ მამა მიქაელს მანდარიას სანოვაგე მოჰქონდა ბერებისთვის. კომენდანტის საათის დარღვევა დააბრალეს და საგურამოს გზაზე მოკლეს. ახალგაზრდა ბერი პანთენი აფციაური ყალბი ბრალდებით დააპატიმრეს. მოხუცი მწირი ბერი საბა ფულარიანი გარდაიცვალა. მარტო დარჩენილ მამა ექვთიმეზე სამთავროს დედათა მონასტრის დედები ზრუნავდნენ. 1944 წლის ზამთარში მოძღვრის მოსანახულებლად ასულ მონაზონ ზოილეს დვალიშვილი და რამდენიმე დედას მამა ექვთიმეს არეცელზე მიჯაჭვული დახვდათ. მცირე ხანში მამა ექვთიმემ მშვიდობით მიაბარა სული უფალს. გადმოცემით მას თავისი საფლავი წინასწარ გაუთხრია.
ბატონ ლუარ საბტოგონიძეს უნახავს 50-იან წლებში ბორის კანდელაკის მიერ ზედაზენზე გამოშვებული ბროშურის ძველი ვარიანტი, სადაც მამა ექვთიმეს ახსენებს და იქვე მითითებული აქვს მისი საფლავის მდებარეობაც. დაკრძალულია ეკლესიის სამხრეთ კედელთან. წმინდა ექვთიმეს მდიდარი ბიბლიოთეკის ნაწილი სამთავროს მონასტერში გადაიტანეს და ის დღემდე იქ ინახება. წმინდა ექვთიმეს გარდაცვალების შემდეგ ადგილობრივებმა მის განძს ძებნა დაუწყეს. თვით ეკლესიის ჭაშიც კი უჩიჩქნიათ მიწა. რა იცოდნენ, რომ მამა ექვთიმეს იქ ჰქონდა შენახული განძი, სადაც მპარავის ხელი ვერ შეეხება. სიცოცხლის ბოლოს კოტე ფოცხვერაშვილისთვის მიუწერია: ძმაო კოტე, ჩემთან კეთილ მეგობრობასა და საუბარს ნუ დაივიწყებ და აგრეთვე ჩვენს დიდ ნაზრუნებ წიგნებს ყურადღება მიაქციე, რადგან მე ვიცვლები ამიერ წუთი სოფლისგან და ქვეყნიდან და სამუდამოდ ვშორდები ჩემს საყვარელ ძმებსა და მეგობრებს. ეს ანდერძი ჩვენს გვეხება. წმინდა ექვთიმეს კურთხევა იყოს მასზე, ვინც ამ ანდერძს ღირსეულად აღასრულებს. დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენი შეფასება ექვთიმე კერესელიძეზე და მის ღვაწლზე. გამოიწერეთ კარდუს YouTube და Facebook გვერდები. მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ რაც შეიძლება ბევრს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოსზე.